I'm German Homelos, I drink coffee and I know things. მე-18 ეპიზოდის თემა არის ურთიერთშეგნებულობა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ისტორიაში არსებული ყველა ომი, ბრძოლა, მტრობა, მკვლელობა და ნებისმიერი სახის დაპირისპირება ადამიანთა შორის სწორედ ურთიერთშეგნებულობის არქონის გამო ხდება. ვერ ქონის გამო კი არა, არქონის გამო. არა, ეს რაღაც სასწაული ნიჭი არ არის. ყველას აქვს მისი ქონის საშუალება. ინტელექტუალურად გვაქვს ამის ძალა. უბრალოდ ჯიბრით ვარიდებთ თავს მის გამოყენებას რთულ დროს, რთულ მომენტებში. და რა არის ეს თვითშეგნება? ორი ადამიანი კამათობს. ორივე საფუძვლიანად განსხვავებული ადამიანია ერთმანეთისგან. არაფრით გვანან საერთოდ. ერთი ერთს ამტკიცებს, მეორე მეორეს. გვერდიდან შემხედვარე ხედავს, რომ ცალ-ცალკე ორივე მართალია თავისი გადმოსახედიდან. შეიძლება ორივე ცდებოდეს კიდეც, შეიძლება. ამ შეუთავსებლობის გამო იწყებენ სერიოზულ ჩხუბს, აიყოლიებენ მერე მასებს და ეგეც შენი ომი. და რა შეცდომა იქნა დაშვებული აქ? ზედმეტი აღტაცებულობის გამო ერთმა ვერ დაინახა, რომ მე თუ მართალი მგონია თავი, ის მეორე რითი არის ჩემზე ნაკლები. ისიც ხომ მართალია თავის გადმოსახედიდან. ყოველ შემთხვევაში ხომ ასე თვლის თავს, რომ მართალია. კაცო, მე თუ მაქვს ჩემი აზრი, იმან რა დააშავა, რომ იმასაც ჰქონდეს საკუთარი აზრი და საკუთარი სიმართლე. იგივეს ფიქრობს მეორეც პირველზე. ესე იგი, ასკვნიან, რომ ეს აზრობრივი პიროვნული განსხვავებულობა ბუნებრივი რაღაცა ყოფილა, ხო? კაი, ხო, მე ვფიქრობ, რომ იმაზე ჭკვიანი და მეტი ვარ. მე რითი ვარ მეტი, ისიც ხომ მიფიქრებს იგივეს ჩემზე, რატომ უნდა დამიჯეროს მეო? ან მე იმას რატომ უნდა დავუჯერო? თავად ეს მდგომარეობა სიძულვილს კი არა, სიცილს უნდა იწვევდეს ნორმალური დაკვირვების შემთხვევაში. ხო და არის კიდეც სასაცილო, იმიტომ რომ რაზე ვჩხუბობთ, ჩვენი აზრი და გემოვნება რომ გავაჩნია? ერთი იტყვის, არა, მე ამას არ დაუთმობ, რადგან ჯიბრიანები იმარჯვებენ და ხდებიან დომინანტები და მართველებიო, შეთანხმება, დათმობა, ეს ყველაფერი სისუსტეაო, ფიქრობენ ასე. მაგრამ ახლა გამოდი შენი ეგოდან და გვერდიდან შეხედე შენს თავს. მთელი შენი ამ პატივმოყვარეობით, ეგოიზმით, სიხარბით, ძლიერი ადამიანი ჩანხარ და ხარ, თუ სუსტი? სიღრმისეული, ზეცნობიერი ქმნილება ხარ, თუ ეგოიზმით დამახინჯებული ძვლების და ხორცის გროვა? თუ სხვების მიმართ შეგნებულობას გამოიჩენ, რომ მესმის, ვერ ვეგუებით ერთმანეთს, ვერ ვეთანხმებით, მაგრამ ამის გამო ბრძოლას არ დაგიწყებ. მოვილაპარაკოთ და ისეთი რამ მოვიფიქროთ, რაც ორივესთვის იქნება მომგებიანი. მე პატივს ვცემ შენს განსხვავებულობას და შენც იგივეს აკეთებ. ხომ არ არის რთული, მაგრამ ეგო ეკაჩება ადამიანს და აჯერებს, რომ ქედმაღლობა მაგარი თვისებაა, რომ ძალაა. არა, ეგო არ არის ძალა. სისუსტეა. შეუგნებლობა და ეგოიზმი არის სისუსტე. ურთიერთშეგნებული ადამიანი კი ბრძენია, სიღრმისეულია, დიდებული სანახავია და რაც მთავარია, მართალია.